ბატონებო და ქალბატონებო. დებამიბოძეთ მოგესალმოთ სრულიად საქართველოს სახელით და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი სიხარული ჩვენს ქვეყანაში თქვენი ჩამოგზავნების გამო. თქვენ ჩამოგზავნებას განვიხილავთ როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული და სახელმწიფოებრივი კულტურის ქვეყნისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატულებას. ამასთანავე აღვიქვამთ თქვენ სტუმრობას როგორც აქტიურ ხარდაჭერას საქართველოსადმი, რომელიც მტკიცედ მიუკლევს გზას ევროპულ თანამეგობრობაში კუთვნილი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლების იდეალები ჩვენი ქვეყნის ქართული საზოგადოების ეროვნული სახელმწიფოებრიობის სისხლძეული ნაწილი ხდება. მით უფრო ნიშანდობლივია რომის პაპის ჩამოგზავნება საქართველოში, ვინაიდან თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვიზანდებით, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალთა გამარჯვებაში ჩვენ პლანეტაზე. საქართველოსათვის მარაჯამს მახლობელი იყო ყოველი ქრისტიანისათვის შეუვალიფასებლობანი, უპირველესად შემწყნარებლობა, თანადგომა, თანაგზობა, განსხვავებული მრწამსისა და რელიგიის პატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ საქართველოს სულიერი მოძღვარი და წინამძღოლი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელთან ერთადაც ჰქონდა პატივი მომეწვია მაღალი სტუმარი, აგრეთვე ზნეობრიობისა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკური სიბრძნის განსახიერება. ბედნიერი ვარ, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭედხვებელსა და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს შორის შესანიშნავი პატივისცემითა და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა დამყარდა. მას კიდევ უფრო განამტკიცებს თქვენი ვიზიტი საქართველოში, თქვენო უწმინდესობა. ჩვენ მასპინძლობთ არა მხოლოდ მოძღვარსა და საეკლესიო მოღვაწეს, არამედ ადამიანს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო საქართველოს, ხელი გაუმართა ჩვენს ერთს გაჭირების ჟამს, ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად. Стойте, куда вы? Нигде не похвалил мне туда. Председатель парламента, государственный министр, с вашими министрами обсуждать. Foro Romano. Odai. ეს არის წმინდა ოჯახის გაქცევა ეგვიპტეში. ეს ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე დიდი საყვარელი რომელსაც ახლა მოსკოვშია და სპეციალურად თქვენ.